სტრასბურგის სასამართლომ მზიამაღლობელი საქმის განხილვა დაიწყო. სინდისის პატიმარი ჟურნალისტის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციამ ამაღლობელი საქმე სტრასბურგში 2 თვის წინ გააგზავნა და განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა. ახლა ცნობილი ხდება, რომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი მიენიჭოს, რაც გულისხმობს, რომ განხილვა უკვე არსებით ეტაპზე გადავა. ეს არის პასუხი ქართული ოცნების წევრებისთვის, მაგალითად ნინო წილოსანისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიცხავდა ადვოკატებს საქმის სტრასბურგში არ გაგზავნის გამო და ამაღლობელის საქმეს კრახს უწინასწარმეტყველებდა. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება ვრცლად ამაღლობელის საქმის პერსპექტივებზე. დიახსოფო მზია ამაღლობელის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე შემდგომ ეტაპზე გადადის. შესაძლოა ჟურნალისტის საქმე სტრასბურგში მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსიც კი მიენიჭოს. ამას ადასტურებს ისიც, რომ სასამართლომ საჩივარი შემჭიდროებულ ვადებში უკვე განიხილა. საჩივარი ეხება მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევას, რაც მნიშვნელოვნად დარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ პუნქტებს. მაგალითად თავისუფლებისა და უსაფრთხოების სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე გამოხატვის თავისუფლებას. საიამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა. საიას თანახმად საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არც კი შეაფასეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკომუნიცირა მზია ამაღლობელის საქმე და უკვე კითხვებით დაუბრუნდა სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დარღვევებია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები გაუგზავნა სახელმწიფოს. ჩვენი მხრიდან არაერთი მუხლით არის მოთხოვნილი დარღვევის დადგენა. ეს მუხლები და ეს დარღვევები გამოვლენილია როგორც საქმის გამოძიების ეტაპზე, ასევე გამოვლენილია საქმის სასამართლო განხილვების ეტაპზე. გარდა ამისა, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უკვე სასამართლოში საქმის გადანაცვლების შემდგომ ჩატარდა, თუნდაც ისეთი როგორც არის მზია ამაღლობელის ტელეფონის უკანონო ამოღება და იქიდან ინფორმაციის გამოთხოვა. მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ აი ამ პატიმრობას ეხება არსებითად და აქედან გამომდინარე დარღვევებს ეხება სწორედ ეს საქმე, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ მზია ამაღლობელის მიმართ სხვა პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე და ასევე სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, რომელიც ახლა დასკვნით ეტაპისკენ მიდის უკვე. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ აქ ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება შესაბამისად უფლებების დაცვა, ჩვენ დამატებით, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს. საქმე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდაობდით. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ჩვენი საჩივარი, ამას ეხება დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მეხუთე მუხლით არის გარანტირებული, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მე-6 მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-8 მუხლი, გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-10 მუხლი. საია აცხადებს, რომ სასამართლო მხარეებს უკვე მიმართა ვრცელი შეკითხვებით საჩივარში მითითებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. საქმის წარმოების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან მიმართებით. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანმიმართულად შერჩეული საფუძვლების გამო მოხდა. ოცნების პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ამაღლობელის საქმის სტრასბურგში არ წაღების გამო მის ადვოკატებს აკრიტიკებდა, ახლა აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოსგან დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ. ძალიან კარგი, რომ შერცხვათ და გარკვეულწილად მიხვდნენ, რომ ეს სერიოზული არგუმენტი იყო მათ წინააღმდეგ და წაიღეს საქმე სტრასბურგში. არაერთი ასეთი საქმე გვინახავს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილის დაუჩქარებლივ საპატიმროდან გათავისუფლება და სხვა და სხვა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს უარ უყვია. ამიტომ მოდით დაველოდოთ ამ შემთხვევაში და შემდეგ უფრო თავად შეძლებთ, რომ ჩვენ გვესაუბროთ და ყოველ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო, რა თქმა უნდა, იქნება
ის რაღაცა მაკოორდინირებელი, ამ შემთხვევაში მაიდენტიფიცირებელი თუ რა მოქმედებები არის განსახორციელებელი მზიამაღლობელთან დაკავშირებით. ისეთი პრინციპით არის შესული, რომელიც გულისხმობს, რომ დაუყოვნებლივ გადახედვა საჭიროებს და შესაბამისად მიიღო. ამიტომ ამაზე ნურც დიდ რაღაც დღის წესრიგს ააგორებთ, ნურც რაღაც მოლოდინებს გაზრდით. ნებისმიერი კაცის და ქალის ანტისტანდარტი არის, რომელიც მეორე ადამიანს ურტყამს სახეში, განსაკუთრებით, როდესაც მეორე ადამიანი შეიძლება იყოს პოლიციელი, რომელმაც ზუსტად იმ მოქალაქის, ასე ვთქვათ, უფლებები და მისი უსაფრთხოება უნდა დაიცვას და როდესაც ეს სახეში გარტყმა ხდება დაკვეთით, ფულის გადახდით, დაქირავებით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში. საინტერესოა ახლა რა პასუხებს გასცემს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მათ ვრცელი შეკითხვებით მზიამაღლობელისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებით უკვე მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის საქმე კი დასკვნით ეტაპზე გადადის. სახელმწიფო ბრალდება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზიამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.